მნიშვნელოვანი ფაქტები, საზოგადოების ჩართულობა, ანალიზი, მთავარი თემები. საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა ნანა რობაქიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბოლო პერიოდში დამეთანხმებით ალბათ გახლავთ უმაღლესი განათლების რეფორმა. ბუნებრივია ამ თემას გვერდს ვერ ავუვლიდით, მით უმეტეს ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და ამ თემაზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში მოვიწვიეთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დავით გეგეჭკორი. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის, ვინ თუ არა თქვენგან მივიღებთ ყველაზე პასუხისმგებლიან პასუხებს და იმ კითხვებზე პასუხებს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ დღეს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მშობლებს. ბატონ შალვა, პირველ რიგში დავიწყებ უფასო სწავლების შესახებ, იმიტომ რომ სახელმწიფო დააფინანსებს ყველა ჩარიცხულ სტუდენტს და სწავლა იქნება უფასო. ასია თუ არა? პირველ რიგში მოგესალმებით ტელეკომპანია რიონის მაყურებელს. რეფორმა იწყება და რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ალბათ იქნება ის, რომ ყველა სტუდენტი, ვინც იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული, ყველა იქნება უფასო სწავლებაზე. ეს 4 წელი იქნება, 3 წელი იქნება. გააჩნია რომელ პროგრამაზე იქნება, მედიცინის პროგრამა შედის, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის ყველა პროგრამა რა პერიოდით იქნება განსაზღვრული ბოლომდე ცნობილი, იქნება უფასო პლუს მაგისტრატურაც, რაც მინდა აღინიშნოს, ასევე მაგისტრატურაც იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ისწავლის. მედიცინის პროგრამა ახსენეთ ბატონ შალვა და ბუნებრივია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის. რჩება თუ არა ეს ფაკულტეტი წერეთლის უნივერსიტეტში? ამ ეტაპზე არ არის გარკვეული არც ერთ უმაღლეს სასწავლებელთან მიმართებაში, სად რომელი ფაკულტეტი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა ვთქვათ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველანაირად არის მომზადებული იმისთვის, რომ ყველა პროგრამაზე ჰქონდეს პრეტენზია, რომელსაც დღევანდელ დღეს ახორციელებს და ანვითარებს. სხვათა შორის ყველა გაიგებდა, რომ ქუთაისზე დიდი აქცენტი კეთდება ამ რეფორმის ფარგლებში და ერთ-ერთი ჰაბი მთავარი იქნება ქუთაისი მინიმუმ 20,000 სტუდენტით. ეს არ არის მცირე ციფრი, ეს საკმაოდ დიდი ციფრია და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით ვერაფერს, მაგრამ ჩვენ ყველანაირად მონდომებულნი ვართ იმისთვის, რომ ქართულენოვანი მედიცინის პროგრამა გვქონდეს, მაგრამ ინგლისურენოვანი პროგრამა რომ არ იქნება, ეს ცალსახად არის ცხადი და ცალსახად უკვე ეს გათვალისწინებული გვაქვს. მადლობა. ბატონ დავით, საერთაშორისო პროექტებზე, იგივე გაცვლით პროგრამებზე, როგორ აისახება ის რეფორმა, რომელზეც ჩვენ უკვე ვსაუბრობთ, იქნება თუ არა რაიმე სიახლე ამ კუთხით და ასევე უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესოა, რა ახალი სეგმენტი შემოდის. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით ჩვეულებრივად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ის ახორციელებს რამდენიმე ტიპის გაცვლით პროგრამებს, ის იქნება ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამები, იქნება ერაზმუსი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია სტუდენტებს შორის, იმიტომ რომ ითვალისწინებს სტიპენდიას და ითვალისწინებს ერთი სემესტრით სწავლებას უცხოეთის უნივერსიტეტებში. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ახორციელებს ინფრასტრუქტურული განვითარების, ეგრეთ წოდებული ინსტიტუციური განვითარების პროექტებს და ასეთი პროექტი არის ამჟამად რვა და ინტენსიურად მიმდინარეობს ამ პროექტებთან დაკავშირებით მუშაობა. დღესაც დავასრულეთ ბოლო კონკურსი და 3 ჩვენი სტუდენტი მიდის მენდელეს უნივერსიტეტში სასწავლებლად ერაზმუსის პროგრამით, ესე რომ ამ ერაზმუსთან დაკავშირებით და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით უნივერსიტეტი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს კვლევას. სულ ახალ გვაქვს
შემოთავაზება ჩვენ ველოდებით უკვე ძალიან ბევრ უცხოელ სტუდენტს ერაზმუსის ფარგლებში და ძირითადად ეს იქნება თურქეთის მიმართულება. ეს პირველად მოხდა, რომ თურქეთმა ევროკავშირიდან მიიღო პროგრამის ქვეყნის სტატუსი და მას აქვს უფლება განახორციელოს ერაზმუსის პროექტები და ველოდებით ამ ქვეყნიდან სტუდენტებს უკვე გაზაფხულის სემესტრზე. გასაგებად აგიბრუნდებით აუცილებლად, მადლობა. ბარიერთან დაკავშირებით უნდა კითხოთ, ბატონ შალვა. მოიმატა ბარიერმა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია ინსტიტუტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ის აბიტურიენტები, რომლებიც ახლა ემზადებიან, როგორ უნდა შეემზადონ, ასე ვთქვათ, უმაღლესი განათლებისთვის და ინსტიტუტში მოწყობასთან დაკავშირებით. შეშინება არა. ბარიერი იყო ძალიან დაბალი. მოდი ვთქვათ, გეთანხმებით. ეს იყო კატასტროფულად მცირე ბარიერი. აბსოლუტურად. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ რეფორმა ჩვენ განათლების სისტემისთვის არის აუცილებელი. ამაზე ყველა თანხმდება. ამაზე მეორე აზრი არ არსებობს და აქედან გამომდინარე ბარიერმაც უნდა აიწიოს და მე თანდათან აბიტურიენტები მიხვდებიან, რომ უფრო მეტი უნდა იმეცადინოთ და უფრო მეტი ცოდნით უნდა მოვიდნენ უნივერსიტეტში და ეს არის ბარიერი ასაწევია. ამას პირდაპირ ვიტყვი. ამას სამდიხასაც ვამბობდი, ეხლაც ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი, რომ ბარიერი უნდა იყოს ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე დღევანდელ დღესაა. თუმეტეს იმ ფონზე ძალიან ბევრი საუბარი მიმდინარეობდა, რომ ბევრმა სტუდენტმა თანხა ვერ გადაიხადა. მე მახსოვს თქვენი თანადგომა სტუდენტების მიმართ ამ პერიოდებში, მაგრამ მე მგონი აი ამ ახალი განათლების რეფორმის თანახმად ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, იმ სტუდენტებს, უბრალოდ აბიტურიენტებს, იმ მოსწავლეებს, ვისაც აქვთ განათლება, მაგრამ შესაძლებლობა ნაკლები ჰქონდათ, ახლა უკვე უფრო ფართოდ არის მათთვის კარები ღიად. მოდი ცოტა შევაბრუნებ, ცით? დიახ. სახელმწიფო დღემდეც მაქსიმალურად ეხმარება სტუდენტებს დღევანდელი დღის ჩათვლით. ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი პროგრამა არის, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ იმ გრანტებს, რომელსაც თვითონ პერსონალურად სტუდენტები იღებენ. ეს გრანტი ამ სტუდენტებს ყველგან მიიღება იმ 4 წლის მანძილზე, სადაც არ უნდა გააკეთოს მობილობა. მაგრამ ისეთ პროგრამებზე, როგორიც არის თქვათ მათემატიკა, ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია, არქეოლოგია, დაწყებითი საინჟინრო მიმართულებებით, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტექნოლოგიის მიმართულებით, რავი, ძალიან ბევრი პროგრამა. სადღაც 968 ადგილი გვაქვს ჩვენ უფასო ადგილი უნივერსიტეტში, სახელმწიფო, რომელსაც და სახელმწიფომ ბოლო 2 წელია, მე თუ არ ვცდებ თუ მესამე, წელს უკვე მესამე წელია, კი ბატონო, დაიწყო ისეთი ძალიან სწორი მიდგომა. თუ კი სტუდენტი 45 კრედიტს არ აითვისებს სასწავლო წლის მანძილზე, ანუ 60 კრედიტიდან. 60 კრედიტიდან სტუდენტი თუ არ აითვისებს, თუ ვერ აითვისებს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ის კარგავს დაფინანსებას. და პლუს ამას, თუ 4 წლიანია, მე-4 წელს მას უნდა ჰქონდეს 180 კრედიტი ათვისებული და ისე გააგრძელოს მე-4 წელს. რამდენი კარგავს იცით? ამ დაფინანსებას? ძალიან ბევრი სამწუხაროდ. გასაგებია. ძალიან ბევრი. მერე ვინმეს გული რატო უნდა დაწყდეს ამ უნივერსიტეტზე ან სახელმწიფოზე? საკუთარი შვილი, როდესაც არ სწავლობს და სახელმწიფო ამდენ დახმარებას გიკეთებს, ხო? გასავლის უფასოდ. შეჭირებული ოჯახის შვილები ბევრია, ხო? მაგრამ მაინც უპასუხისმგებლობის ხარისხიც მაღალია და თელ უნივერსიტეტში წელს მე თუ არ ვცდები 200 რაღაცა სტუდენტს ამის გამო სტუდენტმა სწორად ვთქვა დაკარგა დაფინანსება. აქ მხოლოდ მათი ბრალეულობა და მანდა რა შოშია სხვა არისავლა არ მოიმზადა კარგა აკეთა ის საქმე რაც მისი პირადი საქმეა. ეხლა ამას თავი განებით, ამას ხო ვაფინანსებს სახელმწიფო. პლუს ამას მოდი ვთქვათ, არის
სახელმწიფო სტიპენდიები 300 ლარია სახელმწიფო სტიპენდია დღეს ერთ თვეზე სტუდენტებისათვის, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, A და B შეფასება აქვთ და საშუალო შეწონილი ქულა 90-ზე ზემოთ აქვს 91 და რაღაც. ხო? რამდენად დიდი ხელშეწყობა. პლუს ამას არის ბანკების სტიპენდია ჩვენთან ლაპარაკობთ TBC ბანკის სტიპენდია. პლუს ამას არის სხვადასხვა სტიპენდიები. პლუს ამას არის საუნივერსიტეტო სტიპენდიაც. არიან სტუდენტები, რომელიც თქვა პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობენ, რომელთაც 500 ლარი აქვთ სტიპენდია. პატაკაციშვილი გუდავაძის ფონდი აფინანსებს ასევე 200 ლარი და აქედან 300 ლარი, იქედან 200 ლარი, 500 ლარია და 500 ლარი, როდესაც გექნება სტუდენტს დღეს, მე მგონი არ არის, ხო? მცირე თანხა და ამ ყველანაირი мотиваცია არსებობს, რომ თუ ისწავლი მაქსიმალურად ხელშეწყობა გაქვს და მაქსიმალურად ხელშეწყობა გექნება. თავის დაფინანსებაც კი უწევდათ დაუშვათ თუ კი იყო ფასიანი, მაგრამ როდესაც ასევე მაქსიმალურად უწყებთ ჩვენ სტუდენტებს ხელს იმაშიც, რომ გერმანიაში წავიდნენ სტუდენტური დასაქმებით პროგრამით, ზაფხულობით, ხოლო ზაფხულობით და ესეც მაქსიმალურად ვითვალისწინებთ აი ამ მდგომარეობას, რომ ამ ბავშვებმა არა მარტო შრომის ფასი იცოდნენ, რა თქმა უნდა. დიახ, თოლის ფასიც იცოდნენ და ძალიან ბევრი და ნახონ ქვეყანა. დიახ, ქვეყანა. და მიიღონ სულიერი საზრდო, რა თქმა უნდა, აი ამას ვამბობ. ესე რომ ვთქვა, მაქსიმალური ხელშეწყობა იყო და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მეტი იქნება. კიდევ უკეთეს. გასაგებია. ბატონ დავით, უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით თუ გვაქვს ინფორმაცია, დაუშვათ ისწავლიან თუ არა ისინი სახელმწიფო ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, აი ამ რეფორმის თანახმად, რომელიც ხორციელდება 2026-2027 სასწავლო წლიდან. უცხოელი სტუდენტები სწავლობენ უნივერსიტეტებში, უბრალოდ აქ არის ერთი მომენტი. ჩვენს უნივერსიტეტს ჰქონდა არა მარტო ჩვენს უნივერსიტეტს, სხვადასხვა უნივერსიტეტებს ინგლისურენოვანი პროგრამები და ეს უცხოელი სტუდენტები სწავლობდნენ ამ ინგლისურენოვან პროგრამებზე. აქ იწერეს უნივერსიტეტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტები ყავდა 98 წლიდან, მაგრამ მოდელი იყო როგორ? მოდიოდა უცხოელი, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ქართულს და შემდეგ აგრძელებდა სწავლას ქართულენოვან პროგრამაზე. დიახ, ეს ძალიან დიდი პოპულარიზაცია არის ქართული ენის. კი, და ეს საკმაოდ კარგად მუშაობდა და უბრალოდ 2014 წლის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტმა შეიმუშავა ინგლისურენოვანი პროგრამები, შემდეგ უცხოელების ჩარიცხვა მოხდა პირდაპირ ამ ინგლისურენოვან პროგრამებზე. საუბარი არის ამ ინგლისურენოვან პროგრამებზე და საუბარი არის ამ უცხოელ სტუდენტებზე. შეჯერობით ვერ გეტყვით რა იქნება, როგორც იქნება, ყოველ შემთხვევაში უცხოელ სტუდენტებს. მივიღებთ, მაინც მივიღებთ. ბატონო დავით, ეს არ იქნება იგივე Erasmus Plus-ით, იგივე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. აი ეს შეზღუდვა, რომელიც არის, მხოლოდ არის ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამაზე და არა სხვა პროგრამებზე. სადაც ეხლა თქვათ ჩვენთან თურქები და ქართველები ერთად სწავლობენ ინგლისურის სამაგისტრო ინგლისურენოვან პროგრამაზე. ასე რომ ამ ჯერჯერობით პრობლემა არც იქნება. ძალიან ბევრს საუბრობენ ამ დღეებში რეფორმასთან დაკავშირებით. შემდეგ ქვეყნდება ინფორმაცია, რომ არასწორად აღიქვა საზოგადოებამ ან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, აი ამიტომ მაქვს მე კითხვები. იგივე სპეციალობასთან დაკავშირებით ბატონ შალვა და ინსტიტუტთან დაკავშირებით ერთი უნივერსიტეტი, ერთი სპეციალობა. ეს არასწორად იქნა მამონთა მიერ ალბათ დღეს ამასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომაც, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შემოხაზონ არაერთი, არამედ რამდენიმე პროგრამა, როგორც ამგანს იყო და ამ პროგრამებს როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. გასაგები, ანუ ეს არის აბსოლუტურად მცდარი და არ უნდა დაუჯერონ ამ ინფორმაციას და ასევე სანამ ბატონ დავითთან გადავიდოთ და შეკითხვით, 3 წლიანი სწავლება
გაგრძელდება ეს სამწლიანი სწავლება უფასო ჩარიცხვის შემთხვევაში თუ როგორ იქნება სამწლიანი პროგრამები იქნება ძირითადად ევროპაში არის სამწლიანი პროგრამები. აბსოლუტური უმრავლესობა არის სამწლიანი პროგრამა და ამით არაფერი არ ხდება. 180 კრედიტია 3 წელი და იქნება ის ჩვეულებრივად. აი თავი იყო ის რაც გაკეთდა ის რომ მაგისტრატურა იქნება 1+1 წელი. ანუ თუ მაგისტრს ექნება სურვილი ისა რომ ისწავლიდეს მეცნიერებაში და სადოქტორო დისერტაცია დაიცვას ან არ დაიცვას, მაგრამ მაინც კონდეს 2 წლიანი მაგისტრის ხარისხის მიღების საშუალება, მას ამის პრობლემა არ ექნება. გასაგებია. ბატონ დავით, გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, რაც აქვს აკაკეტერის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თქვენ აღნიშნეთ უკვე და მაინც ინფორმაცია სად ღებულობს სტუდენტი, როგორ მიიღოს ინფორმაცია გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, უნდა მონაწილეობა, მაგრამ გამორჩა. აი როგორ შეიძლება რომ არ გამორჩეს? პირველ რიგში, როდესაც კონკურსი ცხადდება, კონკურსი ოფიციალურად იტება უნივერსიტეტის ვებგვერდზე. გარდა ამისა, თვითონ სტუდენტს კორპორაციულ ფოსტაზე იგზავნება ამის შესახებ ინფორმაცია და გარდა ამისა, სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხვდება სტუდენტებს, ისინი პირველ კურსელი თუ მეორე კურსელი, უტარებს ეგრეთ წოდებულ საინფორმაციო შეხვედრას და ამ საინფორმაციო შეხვედრის დროს ის იღებს სრულ ინფორმაციას ამ პროგრამებთან მიმართებაში. და შემდეგ, როდესაც უკვე ვებგვერდზე დაიდება ოფიციალურად, შემდეგ აქ უკვე უფლება მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში. რომ საკონკურსო პირობები არის სრულიად გამჭვირვალე და სტუდენტს აქვს უამრავი საშუალება მიიღოს ინფორმაცია ამ გაცვლითი პროგრამების შესახებ. და არ არის დაუშვათ რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმები, რომ შენ შეგიძლია კრიტერიუმები ყოველ როდესაც ხდება გაცვლითი პროგრამები, პირველი კრიტერიუმი ეს არის ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე მინიმუმ და თუ არ აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, მაშინ უნივერსიტეტი ატარებს ტესტირებას და ადგენს მის ცოდნას. აუცილებელი არის მაღალი აკადემიური მოსწრება, სამოტივაციო წერილი და ეგრეთ წოდებული სასწავლო ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის და სადაც არის მითითებული საგნები, რომელიც უნდა ითვლას იმ უნივერსიტეტში. თუ სემესტრის განმავლობაში არის მინიმუმ 30 კრედიტი, კრედიტების თანხმობა უნდა იყოს მინიმუმ 15-20, რომ არ მოხდეს ისე რომ სტუდენტი წავიდეს იქ კრედიტების გარეშე. და ამის შემდეგ ამ თუ სტუდენტი აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ის აკეთებს განაცხადს, იღებს მონაწილეობას და შემდეგ ეძლევა უკვე კომისიის შექმნა სტიპენდია შესაბამისად იმ ქვეყანაში, სადაც ის ასწავლებს. ეს დაახლოებით 1000 ევროს პარკლებში თამაშობს. თვეში. თვეში. და თან უფინანსებენ თვითონების ბილეთს. გაჩნია ქვეყანას, ან თვითონების ბილეთი პლუს საცხოვრებელი და სტიპენდია, რომელიც ეძლევა, ამ სტიპენდიით უნდა დაფაროს მან მხოლოდ კვება და საცხოვრებელი. რა მომხიბვლელია ეს ყველაფერი? ძალიან. მე ახალგაზრდებისთვის მე მგონი რა ვიცი. გაგიკეთე. და გარდა ამისა უნდა დავუთო ერთი მნიშვნელოვანი კიდევ გარდა ერაზმუსისა და ევროკავშირის პროექტებისა არის კიდევ სამთავრობო პროექტები. და ყველაზე პოპულარული არის უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული პროექტები, პროგრამები, რომელიც აფინანსებს 20 საქართველოს მოქალაქეს სტუდენტს სრულად. ეს იქნება ბაკალავრიატი, ეს იქნება მაგისტრატურა თუ ეს იქნება დოქტორანტურა. ჩვენ გვქონდა 2 სტუდენტი, რომელიც წავიდა უნგრეთში და დაამთავრეს იქ მაგისტრატურას, დოქტორანტურას. ანუ არის უნგრეთის გარდა არის ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთის უამრავი სამთავრობო სტიპენდიები. ზოგიერთი ითვალისწინებს, რომ 1 წლის განმავლობაში უნდა ისწავლოს ადგილობრივი ენა, ის იქნება უნგრული თუ ჩეხური და შემდეგ გააგრძელოს სწავლა იმ უნივერსიტეტში. ეს რომ უნიკალური შანსი აქვს სტუდენტს მიიღოს ნებისმიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. კი ბატონო, და ამას პირადი მეგობრობის ხარჯიც გვაქვს ესეთი გაცვლითი პროგრამები, მაგალითად ლაკვილას უნივერსიტეტთან ერთად ვისწავლეთ ორმაგ ხარისხს მაგისტრატურაში, იტალიის უნივერსიტეტი და ჩვენი უნივერსიტეტი, იქაც სტიპენდია ეძლევა ჩვენ სტუდენტებს დაახლოებით 800-დან 1000 ევრომდე და ჩვენ გვყავს უკვე, ჩვენ ქალაქს ყავს უკვე ესეთი ორმაგი ხარისხით მაგისტრები, ანალოგიურად იმასაც გეტყვით, რომ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ჩვენი სტუდენტები სწავლობენ მაგისტრატურას, რომელიც თავიდან ბოლომდე არის დაფინანსებული და ესე რომ ვთქვათ, ამით ნამდვილად ვიტყვით, რომ თავს ვიწონებთ. ესეთი ურთიერთობები, როგორც პირველი ვთქვი, გვაქვს სილეზიის უნივერსიტეტთან, პოლონეთი და ახლა საფრანგეთის უნივერსიტეტთან იქნება კიდე ანალოგიურად უკვე 80% ალბათ მეტი გაკეთებულია. ბატონი დავითი
მე ხალხსარდელობის შემთხვევით და საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ ჩვენი უნივერსიტეტი არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში არის გამორჩეული უნივერსიტეტი, გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი და ის პროექტები, რაც ჩვენ გვაქვს, დღეს ვანდელი მონაცემებით თუნდაც შერშანდელით, მეორე ადგილზე ვართ საქართველოში. და ეს მთლიანი გუნდის, რა თქმა უნდა, თქვენი მეთაურობით დამსახურება პირველი. საერთო დამსახურება, მე მგონი მაინც და მეთაურობით ალბათ ბატონ დავით. საერთობაშია. დიახ, რა თქმა უნდა. და ჩვენ ახლა თავიდან დავიწყეთ და ბუნებრივად გავაგზავნებთ ამ თემას რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ ყოველწლიურად ფაქტობრივად ახალ წლამდე ყოველთვის მოდიხართ და თითქოს ანგარიშს აბარებთ პირველ რიგში ახალგაზრდებს, ქუთაისის მოსახლეობას, სრულიად საქართველოს მოსახლეობას თუ რა მოხდა ამ ერთი წლის მანძილზე უნივერსიტეტში ძალიან ბევრი რამ მოხდა ვიცი და რადგანაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსაუბრობდით, მე არაფერ არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო პირადად თქვენი მონაწილეობა ბატონო შალვა დამეთანხმებით ალბათ ბატონ დავით თურქეთთან, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ თურქეთთან უშუალოდ რომ თქვენ გითხარით ამის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს აკეთებთ. ხო, შეიძლება ვაკეთებთ. ეხლა ვიყავით, რა თქმა უნდა. თურქეთში ვიყავით ეხლა, იქ არის ძალიან კარგი საზოგადოება, ეს არის ქართულ-თურქული ურთიერთობების კულტურის ცენტრი, რომელიც არის შოთა რუსთაველის სახელობის და რომელსაც ხელმძღვანელობს ესეთი ქართველი ალბათ იშვიათობა არის ბატონი ორხან ბერიძე და ქალბატონი სეზენი გოგჩენი, გვარი შეიძლება შემიშალე ხარ ბუდიში. უნიკალური შეხვედრა გაგვიკეთეს ორ უმაღლეს სასწავლებელთან სტამბულის, ორივე კერძო უმაღლესი სასწავლებელია და მე ნამდვილად ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ევროპულ ქვეყანაში მსგავსი უნივერსიტეტები არ არის, ბეიქენდის უნივერსიტეტი და ამ ორივე უნივერსიტეტთან გაბრუნდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტების გაცვლის პერსპექტივით და თანამშრომლების გაცვლის პერსპექტივებით. ეს უკვე. კი ბატონო, ეს მოხდა დაახლოებით 2 კვირის წინ, 3 კვირის წინ მაქსიმუმ. რა კარგ სიახლეს ამბობთ. და ესეთი ურთიერთობები ძალიან ბევრი გვექნება, მანამდე საბერძნეთშიც ვიყავით და პატრას უნივერსიტეტთან გვაქვს ესეთი ურთიერთობა უკვე გაკეთებული და კიდე უფრო მეტი იქნება ძალიან მალე და ეხლა მე მგონი მანამდეც ვთქვი თქვენთან არ ვიცი ვთქვი თუ არ მახსოვს ბატონ აბრამ საპირი ეს ქართველი ებრაელი მისი უდიდესი დახმარებით და მისი გადაწყვეტილებით დახმარებით არა ჩამოვიტანეთ უნივერსიტეტში ალია საქართველოს არქივი 1973 წლიდან რომელიც არსებობდა და ამ არქივმა ეს მოცულობით რო ვთქვათ ეს მასით 1 ტონა მასალა არის ქაღალდები და ყველაფერი დოკუმენტები და მან უკვე დაიდო ბინა ჩვენს უნივერსიტეტში ამის საზეიმო გახსნაც მალე იქნება გაკეთდა უკვე ქართულ-ებრაული ურთიერთობის ცენტრი მე ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონ აბრამს უდიდეს მადლობას ვეუბნები ეს ცენტრი ბატონ აბრამის სახელობის არის და მისი ხელშეწყობით იგეგმება ისრაელში ორ უნივერსიტეტთან მეგობრობის მემორანდუმის და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და პლუს ამას ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე უნივერსიტეტთან, მათ შორის ბოსტონის უნივერსიტეტთან, სადაც მასაც ვიტყვი რომ ერთ-ერთი უძლიერესი ქართველოლოგიის ცენტრია ამერიკაში. საერთაშორის ბატონი აბრამის შვილი წამყვანი პროფესორია და მას უდიდესი როლი მიუძღვის აი ამ საქმეში და ესეთ რაღაცებს ვაკეთებთ. საოცარი ინფორმაცია გააჟღერეთ ახლა ბატონ შალვა თქვენ აანონსებდით რომ რაღაც გქონდათ რომელსაც იტყოდით აუცილებლად მომავალ სასწავლო წელს და აი ზუსტად თქვით ეს არ არის
იოლის საქმე და ეს არ არის უბრალო საქმე, ხო? ეს ხო გვაჩუქა ბატონ აბრამ სეფიაშვილმა და მეორე სეფიაშვილმა, ბატონმა თემურ სეფიაშვილმა, რომელიც არის ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და დღეს თელავივში მოღვაწე ბიზნესმენია, საჩუქრად ჩამოიტანა ეს ტვირთი საქართველოში, ანუ ფინანსურად ყველა ხარჯი თავიდან ბოლომდე ისრაელიდან დაწეული აი ერთი ტონა მას კი ბატონო და ბატონი აბრამი კიდე და კი ბატონო ყველაფერი ბატონმა თემურმა გააკეთა და ბატონ აბრამ საპირთან გვაქვს ძალიან სეფიაშვილია გვარით ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და კიდე იგეგმება ესეთი არქივის ჩამოტანა. მსგავსი არქივი არ არსებობს საქართველოში არცად, არის ჩვენ უნივერსიტეტში. სასწაულია. ეს არის ამ არქივში არ არის მარტო 1973 წლიდან ჩასული და შეგროვებული მასალები ამ ადამიანების, ვინც საქართველოსთან წავიდნენ. აქ არის მე-20 საუკუნის 20-იან წლებში წასული ქართველების მიერ შეგროვებული მასალებიც და აი ესეთი ურთიერთობები როგორ დაიტანხმეთ, რომ აქამდე ჩამოვიდა ეს საგანძური და როგორ მოხდა, რომ გადმოიცა? თვითონ ბატონ აბრამს საქართველოს უზომოდ უყვარს იმერეთი, თვითონ კულაშიდან არის წარმოშობით და მე იმასაც ვიტყვი, რომ ისეთი სითბო მივიღეთ იქ ჩვენ როდესაც ვიყავით უნივერსიტეტის